საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია თბილისში ათეულობით ქვეყნის აღმასრულებელია შეკრებილი. დისკუსიის თემა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პრობლემებში აღსრულების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმებია. აქცენტი კეთდება უწყებაში ჰუმანური მიდგომების დანერგვის და გაციფრულების აუცილებლობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, ასევე ინფორმაციას იღებს უცხო ქვეყნების პრაქტიკაზე. კონფერენციაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი. აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში. ეს არის თემა, რომელზე დისკუსიამაც 30 ქვეყნის 100 წარმომადგენელი ორდღიან კონფერენციაზე შეკრიბა. ღონისძიებას თბილისი უკვე მესამედ მასპინძლობს. კონფერენციის პირველი ნაწილი პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც დელეგატებმა ტექნოლოგიური განვითარების ფონზე აღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს. გაიცვალა გამოცდილებებიც. იუსტიციის მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში ჰუმანური მიდგომების აუცილებლობას. მინისტრის თქმით, უწყებამ ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა და ცვლილებებია დაგეგმილი სამომავლოდაც. ჩვენთან აქტიურად გამოიყენება მედიაციის პროცესი აღსრულების მიმდინარეობისა არის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც წარმართავს საქმიანობას ამ მიმართულებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მორიგებით დასრულდეს კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული დავები. ღონისძიების სპეციალური სტუმარია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიციც, რომელმაც დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობას ხაზი გაუსვა. მისივე თქმით, ქვეყანა რეგიონში ლიდერია. ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვას ხაზი დელეგატებმა ბელგიიდან და გერმანიიდანაც. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ცნობილია ჩვენ საერთაშორისო კავშირში როგორც სანდო და ერთგული პარტნიორი. ჩვენ ძალიან ბევრი წელია გვაქვს უკვე თანამშრომლობა მათთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩამოვედით ასეთ ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. მე ვარ საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, რომელიც აერთიანებს 100-მდე ქვეყანას და აქვე იმყოფებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მოწვევით, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საბჭოს და ამზადებს ამ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებამდე, რომელიც ხვალ გაიმართება. ეს ჩვენი ინსტიტუციური ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად უმართავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მე სასამართლო მოხელეთა საერთაშორისო კავშირის ბორდის წევრი ვარ და მოხარული ვარ აქ ყოფნით. პანელზე ვისაუბრე გამოსახლების პრაქტიკაზე ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, გერმანიაში. მე სასამართლოს ოფიცერი ვარ 27 წელია და ვისაუბრე ჩემს პრაქტიკაზე. ჩვენ გვაქვს 4 ვარიანტი გამოსახლებისთვის: მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფორმა და ოჯახური საქმეები, საკითხები და ასევე არენდატორები. იმედი მაქვს, ბევრ რამეს ვისწავლი ქართველი კოლეგებისგან. კონფერენციაზე საუბარი შეეხო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პრიორიტეტად დასახულ მიმართულებას ციფრულ განვითარებას. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი. ამოქმედდა ელექტრონული ასისტენტი, რომელიც ახორციელებს გარკვეულ სააღსრულებლო მოქმედებებს. ასევე შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს დისტანციურად შეეძლება როგორც მის პირად საქმეზე თვალყურისდევნება, ასევე ინფორმაციის მიღება, შეტყობინების გაგზავნა და დავალიანების დაფარვა. აღსრულების ეროვნული ბიურო სტუმრებს წარუდგენს ახალ პროექტ ციფრული თანაშემწე. ციფრული თანაშემწე საახსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დამოუკიდებლად იწყებს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე წარმოების დაწყებას, კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას და დასრულებას. მალე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აღსრულების მობილური აპლიკაცია. კონფერენციის პირველი დღის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრ პაჰატა სალიასა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შორის იუსტიციის სამინისტროში პირისპირ შეხვედრა გაიმართა.